მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს უნდა ჩატარებულიყო ყრილობა ეროვნული ხელისუფლებისა და საზოგადოების პროფკავშირების სასახლეში. გადახდილი არის თანხა და ჩაკეტეს კარები და აღარ უშვებენ ხალხს. მოსულები არიან აი აგერ უამრავი ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენლები და მოსახლეობა. და აი ასე დღეში აგდებენ მოსახლეობას. მე ხაზს გავუსვავ, რომ თანხა გადახდილი არის, წინასწარ იქნა გადახდილი თანხა, დაქირავებული არის დარბაზი. ხელშეკრულება არის, დაიდო 7 ივნისს დაიდო ხელშეკრულება ოფიციალურად, რომლის თანახმადაც დღეს 12 საათზე კარები ღია უნდა ყოფილიყო საღამოს 7 საათამდე. აი ეხლა ჩაგვიკეტეს კარები, 1000 ადამიანი უკვე დაპატიჟებულია, მოწვეულია. მოსაწვევები როგორც დავდეთ ხელშეკრულება მეორე დღესვე დავარიგეთ. დავამხილეთ ეროვნული ძალები და ეხლა გეუბნებიან, რომ მერიამ უშიშროებამ გაამხილა, რომ ჩაგვიკეტონ კარები. დარბაზში გვინდოდა გამოგვიშვეს ღიაცის ქვეშ. მაინც ჩატარდება ყრილობა, ეროვნული ყრილობა ჩატარდება, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ექნება. გარდატეხას მოიტანს საქართველოს უახლეს ისტორიაში. მეგობრებო, ჩვენ რო იყო დაწუნებული ჩვენს კანონიერ მოთხოვნაში, ამიტომ ჩვენ ყავს აქ იურისტი ბატონი მამუკა იაშვილი, რომელიც მოგიყვებათ თუ რა უძღოდა ამას წინ, როგორ გაფორდა ხელშეკრულება და დღეს ეს შენობა ჩვენი საკუთრებაა და ამათ ეს შენობა ჩვენი საკუთრება წაგვართვეს დღეს და ბატონო მამუკა, თხოვთ გააგებინოთ ჩვენს მომხრეებს, ვინაიდან ხალხი ჩამოვიდა მთელი საქართველოდან, მოვიდნენ და შიგნით ვერ შევუშვით. ეს ჩვენი სირცხვილია მეგობრებო, ჩვენი კი არა, უпроსორად ხელისუფლების სირცხვილია, რომელიც 33 წლის განმავლობაში ყველა სამივე ხელისუფლება ძარცავდა საქართველოს მოსახლეობას. ახლა დადგა დრო, დადგა ჟამი, რომ აღდგეს კანონიერი ხელისუფლება და ალბათ ამან შეაშინა დღევანდელი ხელისუფლება. მაგრამ სამართალი ჩვენთან არის და სამართლიანობაზე ახლა გეტყვით თუ როგორ რა ხიკებით ჩაგვიკეტეს ეს შენობა ჩვენ. ბატონო მამუკა. ბატონო მოგესალმებით. ეს არის საიჯარო ხელშეკრულება, გაფორმებული ერთი მხრივ შეპესე პროფკავშირების კულტურის ცენტრის როდარ დაბიჯის ჩემკოვი მოეჯარი და მეუხრე მხრივ ჩვენ თანამებრძოლს საზოგადოება გუთაუთელის დამფუძნებელს ბატონ გაიოს მეტრეველს შორის გაფორმდა 7 ივლისი 2005 წელი. საიჯარო ხელშეკრულება თვითონვე შეავსეს და მათ მიანიჭეს მათ ნომერი. საიჯარო ვადის განმავლობაში ინვენტარი პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შეადგენს 1500 ლარს. როგორც მოიჯარი, ასევე მეიჯარისათვის პირგასამტეხლოს გადახდა უნდა მოხდეს მოთხოვნა სამსამუშაო დღეში. საიჯარო გადასახადი შეადგენს 1500 ლარს. ამის შემდეგ საკონცერტო დარბაზის იჯარის ვადა შეადგენდა 2025 წლის 19 ივლისის 12 საათიდან 19 საათამდე. ხელშეკრულებას ხელს აწევს პროფკავშირების კულტურის ცენტრის უფროსის სახელით ნოიბარა ბატონო ოჩხერელმა. ამავე დროს ბატონებო, დაახლოებით ნახევარი საათის წინ 7:17 და მისი სიტყვები, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში, იყო ასეთი: არ მოინტერესებს იტოვეთ სასამართლოში, ჩვენთან მოვიდა არქიტექტორის სამსახური, ასევე მითხრა, რომ მე ვარ კიდე კულტურის სამსახურის სავარაუდო, ეს არის უშიშროების ხალხი და არავნაირი კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები აქ არ ყოფილან, რომ ვერ გახსნიან კარებს, თურმე ყოფილა ავარიული. სადაც გინდათ იქ წადით. როდესაც შევახსენებთ ხელშეკრულების პირობები, მათი განმარტება იყო ასეთი: იტოვე სასამართლოში. რას გახდები ვნახოთ. აი ეს არის ბატონებო თავზე გადახეული ხელშეკრულება. ეს შენობა ნაგებობა საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსით როგორც მოიჯარეს იყო ჩვენი და შესაბამისად იჯარის მეპატრონი გამცემი ვადებულია რომ ხელ შეშლა აღკვეთოს. ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ მოუწოდებთ, ეს არის
გათვლილება ვასო პეტრიაშვილი აი ის ვითომ პროფკაში ავთხოვე მანახე დოკუმენტი სადაც ეს შეიძლება ნაგებობა არის ავარიული დოკუმენტი არ წარმოადგენს ამის შემდეგ როდესაც მოვთხოვე რომ მომიტანე მოკლედ მეგობრებო, ასეთი მდგომარეობა არის, ყრილობის ჩატარების საშუალებას არ გვაძლევენ, რომელიც იქნა გაფორმებული, აერში დატოვეს. ანუ აი სამწუხაროდ იცით რა არის ახლა სისაუნაწელიდან გადაგზავნდი და ისე გაგისაუბრა. მერიაში გავარკვიოთ მერიის მიზეზს. ოსო მერია იყო სავარაუდო შვიჩი არის დაკავშირებიან არც არაფერი აგერავა ხელშეკრულება თეორიულად გაფორმებული ახლა სხვა რა უნდა გავაკეთოთ ახლა ვიკრიბებით აქ უნდა ჩაგვეტარებინა აგერავა გაფორმებული მოვედით გეუბნებიან დავგვადგენ თავზე რომ არ შეუშვათ ხალხი არ მიზეს რას გეუბნებიან მიზეს გვიმარტავენ რომ აი ასე გეუბნებიან რომ სარემონტოა ესეთი პასუხი დაეცა მოვიდეს მაშინ წარმომადგენელი არ გვინდა ხალხო აი მერწმუნეთ არ გვინდა არც კონსტიტუციური ფარგლებიდან გასვლა მე მგონი თქვენთვისაც კარგი ის არის რომ არანაირი ანტისადროებრივი ხედებისკენ არა ვართ მიდრეკილე გვინდათ უბრალოდ მერიის წარმომადგენელი მოგვივიდეს აქ და მერიის რადგანაც ასახელებს ეს ბატონი ეს ბუთლიაშვილი ვლადიმერი არქიტექტურის სამსახურისა და კულტურის განყოფილების ხალხი იყო ვინმე მერიის წარმომადგენელი მოვიდეს ხალხო ეს არის ყველა ნაბრძოლი ხალხი რომელმაც იბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და დაგვეხმარეთ ამაში ხონა რომ გაგვარკვევი როგორც მე ვიყავი შესული უკვე